რომ სად არის დავიჯერო უკვე? როგორ მიყვებიან სახლში აფხაზეთზე. ალბათ მაგ თემას დიდი ხანია არ შევხედავთ სახლში. ბავშვობაში უფრო მახსენდება რომ ხშირად ვცნობდი მაგაზე კითხვებს და მაინტერესებდა ცნობის მოყარება მყავდა და ეხლა უფრო ნაკლებად არ მგონია. არც მინდა რომ მაგაზე ჩამოვაგდო ხოლმე სახლში პაპარაკი. იმიტომ რომ ვიცი რომ ყოველ დავგრუზა ოჯახის წევრებს და რატო უნდა დავტყუნო, იმიტომ რომ რაღაც ინფორმაციას მაქვს მგონი ვაყოფილდები რა. ვდები უკვე გათვითცნობიერებული მაქვს და არც მინდა რომ რაღაც უარესად ჩავიკეტო. ყოველ შემთხვევაში მე ესე მგონია. ალბათ შეიძლება სხვანაირი შეხედულებები გქონდეს ამ საკითხში და ვარ თაზო 20 წლის დევნილი. ეხლა ამჟამად ვსწავლობ არქიტექტურის ფაკულტეტზე. აფხაზეთში დარჩენილ ადამიანებს რას ვკითხავდი? ვერაფერს ვერ ვკითხავდი ეხლა. მაგის გარდა არც რაღაც კითხვის დასმის სურვილიც არ მიჩნდება. რაღაც უფრო ბრაზიმ და სევდა მომძრავებს. რაღაც უხელეჭნელი კონტაქტი არ მინდა, უბრალოდ აი კითხვის დასმა და ესე არ წარმომიდგენია. უბრალოდ ვერ ვფიქრობ მაგას, იმიტომ რომ განაწყენებული უფრო ვარ ვიდრე ესე კითხვას არ დაუშვამდი ყოველ შემთხვევაში, უფრო ჩავერთვებოდი მაგას ცხოვრებაში და დავაკვირდებოდი ვიდრე ესე კითხვის დასმა და რაღაც პასუხის მიღება, რომელიც ჩემთვის ბევრს არაფერს არ მომცემდა ყოველ შემთხვევაში. ეხა. იმიტომ რომ ბევრი რაღაც ვიცი მაგაზე, ბევრი რაღაც მესმის და არანაირ რაღაც დიდ მნიშვნელობას აღარ მივანიჭებდი მაგას. ბრაზი და სევდა მომძრაობს რას უყურებ. არ მომწონს. რა გამოწვევების წინაშე დგას დევნილი 21 საუკუნეში. ხო ეგ არის კიდე. ეხა ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც მე ვხედავ, ის არის რომ სახელმწიფოსგან საერთოდ არ ვართ დაფასებულები. იმხელა ყურადღება ყოველ შემთხვევაში არ არის ჩვენზე რამდენიც უნდა იყოს და როგორც უნდა გვაქცევენ ყურადღებას. არაფერში არ იგულისხმება მათი დახმარება ან გვერდში დგომა. ყოველთვიურად დევნილი სტატუსი თუ გაქვს, ყოველთვიურად გერიცხება 45 ლარი, რომელიც ეხლა 21 საუკუნეში საერთოდ არაფერში არ ყოფნის ადამიანს. შეიძლება მე არა, თუმცა ძალიან ბევრი სხვა დევნილი არსებობს, რომელსაც მართლა ძალიან უჭირს და მათთვის ეს 45 ლარი არანაირი შეღავათი არ არის. არანაირ ყურადღებას არ იჩენს სახელმწიფო, რომ დევნილს გვერდში დაუდგეს. მოდი ესე ვიტყვი, რომ მე სანამ აქ ვარ, მე მაინც დევნილი ვარ. ყოველთვის. იმიტომ რომ მიუხედავად რომ აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, მეგობრები აქ ყავს, მაინც იქ გონია რომ იქ არის ჩემი ადგილი და ყოველთვის იმ ადგილს მივეკუთვნები. მაინც აი ხა ზუსტად შენაც თქვი რა, რომ ჩემ მეგობრებთან, რომლებიც ასევე დევნილები არიან, უფრო განსხვავებულ კავშირს ვსწავლობ ეგეთ ადამიანებთან. აი უფრო კარგად ესმის ჩემი, იმიტომ რომ ფაქტია რომ ერთი დანაკარგი გვაქვს ყველას. და ჩემი ტკივილის გაზიარებაც უფრო კარგად შეუძლიათ და ჩემი ბედნიერებისაც. და აი მიუხედავად რომ ძალიან ბევრი სხვა ძვაკაც მოყავს, რომელიც არ არიან ბევრი დევნილები, აი მგონია რომ რაღაცა პატარა ისეთი გარემო მექმნება აქ თბილისში, რომ აი რაღაც ჩემ კომფორტულ ზონაში ვიმყოფები ხოლმე. ეგეთ ადამიანებთან ვყოფდით ხოლმე. ეს არის პატარა სკვერი, რომელსაც დავარქვით პატარა აფხაზეთი.
ეს სახელმწიფოსგან გაკეთებული არ არის დაფინანსებული. აქ ცხოვრებმა დევნილებმა გავაკეთეთ. პატარა აფხაზეთი გავარქვით. იმათა შელახული არის, მაგრამ რაღაც ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა მაინც აქ დაენიჭება. ძირითადად ეს დევნილების გაკეთებულია და ბავშვებისთვის გავაკეთეთ, რომ იქნებ რაღაცა კარგი მოგონებები ექნებოდა. აქაც არის ერთი ფანჩატური. და რა ვიცი, ესე ვთქვათ, პატარა ჩვენთვის პატარა აფხაზეთი შევქმნით ამ დასახლებაში. თუ ოდესმე დავბრუნდები სოხუმში, დიდი ალბათობით კი არა და მამაჩემის სახლს მოვინახულებდი ალბათ. ეს ალბათ ჩემს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ადგილი ეგ იქნებოდა. რომ დამენახა თვითონ იქ რაც ხდებოდა, სად გაიზარდა მამაჩემი და მე მაინც იმის ვჭერა, რომ შენობებს ძალიან კარგად შევეძლებთ ისტორიის შენახვა. და რაღაც უკან გადმოცემა რაღაც. და ამას ძალიან კარგად გამოვიყენებდი და ვჩვენდი ნახავდი მამაჩემს არ გაიზარდა და რაღაც ემოციურ კავშირს ვიგრძნობ.